ვიდრე თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, სადღაც ალგორითმმა უკვე ჩაანაცვლა რამდენიმე 1000 მუშა ხელი ჩუმად, პრეს-რელიზების და ლამაზი განცხადებების გარეშე. საბოლოოდ მოხდა ის ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ IT სპეციალისტები, თუმცა ადამიანების უმრავლესობა ამას ჯერ ვერ ამჩნევს. 2 წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ხელზე 5 თითს ვერ ხატავდა ნორმალურად. დღეს კი ის ქმნის ნახატებს, რომლებსაც ვერ გაარჩევ რუბენსის ან ვან გოგის ნამუშევრებისგან. ის ქმნის კოდს საშუალო დონის IT სპეციალისტზე უკეთესად. წერს მუსიკას, იღებს ფილმებს, აანალიზებს ბაზრებს, იგონებს სარეკლამო კამპანიებს და სცენარებს. სხვაობა ხელოვნური ინტელექტის ვერსიებს შორის ახლა იზომება არა წლობით, არამედ თვეობით. მაგრამ ყველაზე კომიკური და იმავ დროს საშიში ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტი მასობრივად ათავისუფლებს სამსახურებიდან საკუთარ შემქმნელებს. ამ წლის აპრილში მარკ ცუკერბერგმა კვლავ გაათავისუფლა სამსახურიდან თანამშრომლების 10%, მათ შორის ისინი, ვინც IT ალგორითმებს ქმნიდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემცირებების რამდენიმე მასშტაბური ტალღა. კომპანიებში Meta, Google, Microsoft შემცირებაში მოყვნენ ისინიც, ვინც ამ მოდელების შექმნაში უშუალოდ მონაწილეობდა. შემქმნელები ნაკლებად საჭირონი აღმოჩნდნენ ქმნილებებისათვის. 10 წელი ვასწავლიდი ჩვილებს, რომ წასულიყვნენ IT სფეროში, რომ ეს მომავლის დარგი იყო, მაგრამ ირონია ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში IT სპეციალისტებს მიადგა. მაგრამ დღეს დარტყმის ქვეშ თითქმის ყველა აღმოჩნდა: მოლარეები, დიზაინერები, პროგრამისტები, მთარგმნელები, კოლ-ცენტრების ოპერატორები, ანალიტიკოსები, მარკეტოლოგები და იურისტები. ეს უკვე უბრალოდ პროფესიების ჩამონათვალი არ არის. ეს მოწყვლადი ფუნქციების სიაა. ადამიანები პანიკაში არიან და Google-ში ეძებენ, სად წავიდნენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რაზეც ცალსახა პასუხი არ არის. მაგრამ არსებობს ორიენტირი, რომელსაც საჯაროდ თითქმის არავინ ამხელს. კაცობრიობის გაყოფა დაწყებულია. სამყარო აღარავის პატიობს სიმდიდრეს და საშუალო ხარისხს. ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ტექსტების წერა და დიზაინის კეთება კარგი პროფესიონალის დონეზე, ადამიანის მთავარი დაცვა ხდება მისი უნიკალურობა, აზროვნების სიღრმე და იდეები, მუშაობის ცოდნა. თუ კი თქვენ ინფორმაციულ ველში არ ხართ, ნელ-ნელა დაკარგავთ ადგილს მომავლის ეკონომიკაშიც. ალგორითმები უკვე წყვეტენ, ვინ აჩვენონ მილიონებს და ვინ დატოვონ ჩრდილში. დაფიქრდით, რატომ ხდება ეს სწორედ ახლა? ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ ალგორითმები ჩვენი კომფორტისთვის შექმნილი ინსტრუმენტია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ცხოვრობთ უზარმაზარი აუქციონის შიგნით, სადაც მთავარი ლოტი თქვენი ყურადღებაა. ადრე კომპანიები იბრძოდნენ ნავთობის ან მიწისათვის. დღეს ისინი იბრძვიან თქვენი მზერის წამით მიპყრობისთვის. ამ ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტი იდეალური ჯარისკაცია. მან თქვენი სისუსტეები დედა თქვენზე უკეთ იცის. მან იცის თქვენი მომდევნო წამოყვირების შესახებ იქამდე, სანამ თქვენ ეკრანისკენ გაიწევთ. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის მოხმარებით თქვენ წვრთნით თქვენს მომავალ მოადგილეს. თითეული თქვენი ლაიქი, გენერირებული პოსტით ესაა ინვესტიცია სისტემაში, რომელიც ხვალ გამოგიცხადებთ, რომ თქვენი ექსპერტიზა უკვე აღარავის სჭირდება. ჩვენ შევედით შიდა ადამიანური სახეობის გადარჩევის ახალ ფაზაში. ეს სუფთა წყლის ბიოლოგიაა, მაგრამ ახლა გადარჩევა ხდება არა ფიზიკური ძალის მიხედვით, არამედ ინტელექტის და სისტემასთან წვდომის მიხედვით. 1990-იანებში მართავდნენ ისინი, ვისაც კუნთები და კავშირები ჰქონდა. 2000-იან წლებში ისინი, ვისაც ტექნოლოგიები ესმოდა. 2026 წლისთვის ძალაუფლების პირამიდა საბოლოოდ ამოტრიალდა. შეხედეთ Forbes-ის მიმდინარე top 5-ს. პირველ პოზიციაზეა ილონ მასკი, რომლის ქონებას ყველა წარმოსადგენთურ წარმოუდგენელ ზღვარს აჭარბებს, მაგრამ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ფული აქვს მასკს, არამედ ის, თუ როგორ აკონტროლებს მას. მასკი არ არის უბრალოდ რაკეტები და ელექტროკარები, ესაა წვდომა ნედლ მონაცემებთან X-ის საშუალებით. ესაა ნეიროინტერფეისები, ნეირობმული, თანამგზავრული ინტერნეტი, Starlink-ი. ის აკონტროლებს ინფრასტრუქტურას, რაზეც სწავლობს მომავლის ინტელექტი. მის გვერდით არიან ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, მარკ ცუკერბერგი, ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ კოდს, მილიარდობით ადამიანის ყურადღების მონაცემებს. ნედლეულის მაგნატებმა და ტრადიციულმა მეწარმეებმა საბოლოოდ დატოვეს პირველი ხუთეული. ახლა წესებს კარნახობს კოდი, ინფორმაცია და ინტელექტი პირველად გახდნენ ფიზიკურ რესურსებზე მნიშვნელოვანი. 2019 წელს ბორის ჯონსონი გაეროს ტრიბუნიდან გვაშინებდა წითელ თვალები
მრავალფეროვანი ტერმინატორებით და პროცესში ხის ჩარევას მოითხოვდა. დღეს ის ხელოვნურ ინტელექტზე თითქმის აღფრთოვანებით ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ მან მთავარი რამ დაინახა. ხელოვნური ინტელექტი ესაა კაცობრიობის ფენებად ხელახლა დაყოფის უმძლავრესი ახალი ინსტრუმენტი. ის ზეუნარების ძენს მათ, ვინც უკვე ზემოთ იმყოფება. ჩვენ მუდმივად გვახსენებენ საწარმოო რევოლუციის მაგალითს, როდესაც გაჩნდა საქსოვით დაზგები და სამუშაო ადგილები მხოლოდ გაიზარდა. ამ მოსაზრების გამეორება უყვარს ალექს კარპს პალანტირიდან, მაგრამ არსებობს პრინციპული სხვაობა. საქსოვმა დაზგამ ფიქრი არ იცოდა, თანამედროვე ხელოვნურმა ინტელექტმა კი იცის. ამიტომ ცვლილებების სიჩქარე დღეს პრინციპულად სხვაა. მე-19 საუკუნის გლეხს შეეძლო რამდენიმე კვირა შეესწავლა დაზგაზე მუშაობა, ხოლო თანამედროვე სისტემების ათვისება ისეთ დონეზე, რაც კონკურენციის შესაძლებლობას მოგცემს, ძალიან რთულია. ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარს არ აფართოებს, ის მას ამცირებს და ფარავს. ადამიანების უმრავლესობა ამას ინტუიციურად გრძნობს, უბრალოდ მკაფიოდ ვერ აცნობიერებს. ახალ რეალობაში რჩება ორი ტიპის ადამიანი: ისინი, ვინც პროცესებს და სისტემებს მართავენ და ისინი, ვისაც პროცესები მართავს. შენ არ ხარ არქიტექტორი, სტრატეგი და ადამიანის სისტემასთან მწვდომით ან უსარგებლო ხარ. ეს დაქირავების დონეზეც ჩანს. კომპანიები ეძებენ ან ძალიან ვიწრო, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, ან უნივერსალურ სტრატეგიებს. საშუალო დონე სწრაფად ქრება. ახლა კი ის, რასაც თითქმის ვერავინ ამჩნევს. ალგორითმებმა დაიწყეს თქვენი ინტელექტუალური ყვალის დაფარული ანალიზი. ეს არ არის ფეხსაცმელის რეკლამისთვის მონაცემების შეგროვება. ეს თქვენი კოგნიტური პოტენციალის შეფასებაა. სისტემები მხოლოდ იმას არ უყურებენ, თუ რას იწონებთ, არამედ იმასაც, თუ რამდენად შეგიძლიათ რთული კონტენტის ბოლომდე ყურება. ისინი აანალიზებენ თქვენი მოთხოვნების სტრუქტურას, თქვენი კომენტარების სიღრმეს, იმ მოსაზრებების სიღრმეს, რომელსაც გადმოსცემთ. თუ კი სისტემა ხედავს, რომ ადამიანი მოიხმარს მხოლოდ პრიმიტიულ კონტენტს, ის ნელ-ნელა მას საინფორმაციო გეტოში აქცევს. ის უჩვენებს მას სულ უფრო მარტივ რაღაცეებს. მისი აუდიტორიის მოცვა მცირდება. ასეთი მომხმარებელი აღარ გამოუჩნდებათ რეკომენდაციებში გადაწყვეტილებების მიმღებებს. სირთულე ქრება მისი ცხოვრებიდან იმ მომენტამდე, ვიდრე ის ამას გააცნობიერებს. ესაა ადამიანის მსუბუქი, მაგრამ დაუნდობელი დეგრადაცია ალგორითმების ზედამხედველობით. პრინციპში ხელოვნური ინტელექტი უკვე სწავლობს იმის განსაზღვრას, სასარგებლოა თუ არა ადამიანი ახალი სისტემისთვის. ის ჩვენ ყოფს არა ეროვნების, სქესის ან შეხედულებების მიხედვით, არამედ შეგვიძლია თუ არა რაიმე ღირებულების გენერირება 21 საუკუნეში, რომლის ავტომატიზირებაც არ შეიძლება. პატრიკ ბიუკენენის წიგნი „დასავლეთის სიკვდილი“ ოდესღაც იქცა ცივილიზაციის დემოკრატიული და კულტურული კუდომის მანიფესტად. ბიუკენენი გვაფრთხილებდა ხალხების ფიზიკური გაქრობის შესახებ, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც შეწყვიტეს საკუთარი იდეების გენერირება, მაგრამ დღეს ეს წინასწარმეტყველება სხვაგვარად აქტუალური ხდება. ტექნოლოგიები დამაჩქარებლის როლს ასრულებს. თუ კი ადრე დასავლელი ადამიანი ქმრებოდა დემოგრაფიული მიზეზებით, დღეს ის შესაძლოა ფუნქციურად გაქრეს. სისტემას უბრალოდ აღარ სჭირდება ისინი, ვინც არ არის მისი ტექნოლოგიური ბირთვის ნაწილი და განსაკუთრებით ეს ეხება კაცობრიობას დასავლური ცივილიზაციის პერიმეტრის მიღმა. ხელოვნური ინტელექტი სწავლობს იმ ბალასტის გაცხრილვას, რომელსაც არ მოაქვს სარგებელი განახლებული ეკონომიკისთვის და ადამიანს რჩება სამი გზა. პირველი, ჩაეწეროს ახალ ფუნქციურ ბირთვში, მეორე, უარყოს შექმნილი რეალობა და მესამე, იმედი იქონიოს, რომ როგორღაც ეს ყველაფერი გადაივლის. ყველაზე რაციონალურია შეგნებულად ჩაეწეროთ იმ ახალ ფუნქციურ ბირთვში, სადაც მოთხოვნადი იქნება უახლოეს 5-10 წელიწადში. ესენია მაგალითად რთული სისტემების არქიტექტორები, ადამიანები, რომლებიც არა უბრალოდ წერენ პრომპტებს, არამედ ამოცანებს სახავენ და ერთმანეთთან აკავშირებენ ხელოვნური ინტელექტის რთული მოდელების მიზნების მოქმედ ჯაჭვში. ექიმები ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს შეცდომების რაოდენობას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა მაინც ადამიანს დარჩება. ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სპეციალისტები, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი ცხოვრობს ღრუბლებში, მას სჭირდება მონაცემთა ბაზები და ელექტროენერგია. ესაა სისტემის ბოლო ვიწრო მატერიალური ყელი. კრეატიული სტრატეგიები და ფილოსოფოსებიც კი ისინი, ვინც ქმნის არა სურათებს, არამედ აქვს იდეები და ეთიკური ჩარჩოები, ვინც დააკავშირებს ერთმანეთს კაცობრიობას და ხელოვნური ინტელექტის სამყაროს. ყურადღების მართვის ოსტატები ისინი, ვინც იცის პირადი ბრენდის აწყობა და ის თუ როგორ უნდა დარჩეს სუბიექტად საინფორმაციო ხმაურის ოკეანეში. ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ თამაშის სასტიკი წესები, რომელიც უკვე ამოქმედდა. სისტემას თქვენი თანხმობა აღარ სჭირდება. ის უბრალოდ აფიქსირებს თქვენს ინტელექტუალურ კვლევას და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ვინ ხართ
ბირთვი თუ ბალასტი. ბალასტს კი ხმამაღლა სამუშაოდან არ ათავისუფლებენ, მას უბრალოდ აღარ იმჩნევენ და ნელ-ნელა გახყავთ ისტორიის და ცივილიზაციის მიღმა.